და გამოსულ გამოშვებას. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ტურნირი ქუჩის ფეხბურთში დასრულდა. ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. თამაში საბოლოოდ პენალტების სერიაში 2-0 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ტურნირის მესამე ადგილი კი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და დინამო თბილისის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას და ჩემი აზრით ესეთი ტურნირები რაც უფრო ბევრი ჩატარდება, უფრო კაია ახალგაზრდობისთვის, ფეხბურთის განვითარებისთვის, ყველაფერი ქუჩის სპორტიდან იწყება. და რავი, პრიზებიც შესანიშნავი იყო, ყველა კმაყოფილია, ჩვენს შესანიშნავი 3-4 დღე გავატარეთ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა შესანიშნავი ტურნირი, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს ჩვენ სტუდენტებში და ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზებას.